ემიგრანტები ხმის უფლების დასაბრუნებლად ბრძოლას იწყებენ საკონსტიტუციო სასამართლოში საზღვარგარეთ ცხოვრების საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს. საიამ სარჩელი უკვე შეიტანა. ლაპარაკია ქართული ოცნების მიერ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვით უცხოეთში საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება. ივანიშვილის რეჟიმი საზღვარგარეთ მყოფ მომრჩეველს ეუბნება, რომ არჩევნები დღეს ქვეყანაში დაბრუნდეს და საქართველოში მისცეს ხმას, რაც უამრავი მოქალაქისთვის გადაულახავი ბარიერია. დასაბუთება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს გადაწყვეტილება ოცნებამ 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიიღო, როცა შედეგმა დრამატული კონტრასტი დაგვანახა. მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი დაბრკოლებებს იქაც ქმნიდა, საქართველოს მოქალაქეებზე საზღვარგარეთ პირდაპირ წნეხს ვერ ახორციელებდა, ამიტომ მაინც მოახერხა უბნებზე მისვლა. ქართული ოცნება დიდი სხვაობით დაამარცხა. რა პერსპექტივა აქვს სარჩელს ივანიშვილის მიერ კონტროლირებულ სასამართლოში, ამ და სხვა შეკითხვებს სტუმრებს სიუჟეტის შემდეგ დავუსვამთ. წართმეული ხმის უფლების დასაბრუნებლად საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევა. ემიგრანტების უფლებების დასაცავად სასამართლო დავა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წამოიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილება აღარ გახსნან საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ, ქვეყნის მთავარ კანონს ეწინააღმდეგება და მოქალაქეებს საკუთარი სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას უზღუდავს. ის ქმნის ხელოვნურ, ფინანსურ და სოციალურ ბარიერს, ფრენების მაღალი ხარჯის, სამუშაოდან იძულებით დათხოვნის და ამასთან დაკავშირებული სხვა წნეხის სახით, რაც საქართველოს ასობით ათას ემიგრანტს უბიძგებს პრაქტიკულად დათმოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. კანონი საარჩევნო უფლების შეზღუდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებს, როცა სახელმწიფოს რეალურად არ აქვს საარჩევნო უბნების გახსნის რესურსი, მაგრამ ასეთი შეზღუდვა არ მომხდარა საქართველოსთვის ყველაზე მძიმე წლებშიც კი. რესურსის არარსებობის გარდა ოცნებამ კიდევ ერთ არგუმენტად უცხო ქვეყნების სავარაუდო ჩარევა დაასახელა. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საელჩოებისა და საკონსულოების ტერიტორია საერთაშორისო სამართლით საქართველოს იურისდიქციის ქვეშაა, მესამე სექტორისთვის ეს არგუმენტიც უსაფუძვლოა. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს სრულფასოვანი შესაძლებლობა ორგანიზება გაუწიოს არჩევნებს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩევლების ნების თავისუფალი გამოხატვა ყოველგვარი ჩარევის გარეშე. მიუხედავად ამისა, ახალ რეგულაციას განმარტებით ბარათში სწორედ მითითებული აქვს, რომ ის კეთდება უცხო სახელმწიფოების ჩარევის თავიდან აცილების მიზნით. მიზეზი, რომ ადამიანური რესურსები არ გაგვაჩნია და ვერ ქმნით საარჩევნო უბნებს საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებში, ეს არგუმენტი არარელევანტურია, იმიტომ რომ 90-იანი წლებიდან იქმნებოდა საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულოებში და საელჩოებში. 90-იან წლებში გაცილებით მძიმედ ეკონომიკური მდგომარეობა არსებობდა საქართველოში, ამის მიუხედავად ყოველთვის გამოიძებნებოდა ადამიანური რესურსები იმისთვის, რომ საელჩოებსა და საკონსულოებში შექმნილიყო საარჩევნო უბნები. საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის ინიციატივა საფრანგეთში მყოფ ქართველ ემიგრანტებს ეკუთვნით. ამბობენ, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილებით ფაქტობრივად ხმის უფლება დაკარგეს, რადგან საქართველოს ასეულობით ათასი მოქალაქის ერთი საარჩევნო დღისთვის ჩამოსვლის არც ფინანსური რესურსი არსებობს და არც ტექნიკური შესაძლებლობა. საქართველოს მოქალაქეები ვართ, პასპორტები გვაქვს და ვერ ხვდებით, რატო გვიზღუდავენ ამ უფლებას, თუნდაც რომ უბრალოდ გაგვირთულონ ცხოვრება. არ ვუყვარვართ, მე მგონი ვძულ ვართ და რაღაცნაირად უნდათ, რომ არ ვიცი რა დაუშვათ, მართლა არ ვიცი რა დაუშვათ. ქართულმა ხალხმა რა დაუშავა ამ რეჟიმს, მე არ ვიცი ამ მთავრობას რა დავუშავეთ, ვერ ხვდები. ემიგრანტები მიიჩნევენ, რომ ქართულ ოცნებას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს: აქტიური და ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების საარჩევნო პროცესს ჩამოაშორონ. ის, რომ ემიგრაციის დიდი ნაწილი სწორედ მმართველი ძალის წინააღმდეგია, ეს 2024 წლის არჩევნების შედეგებმაც აჩვენა. ევროპასა და ამერიკაში გახსნილ უბნებზე მმართველი პარტიის მიერ მიღებული ხმები მხოლოდ 7%-დან 22%-მდე მერყეობდა. ხელისუფლება უბრალოდ ცდილობს ემიგრანტები ამოშალოს პოლიტიკური ცხოვრებიდან და ეუბნება მათ, რომ თქვენ აღარ არსებობთ პოლიტიკურად. რა თქმა უნდა, ეს საქმე იქნება ტესტი იმის, რომ თუ დარჩება საქართველოში რაიმე დემოკრატიული ინსტიტუტი და თუ გაბედავს საკონსტიტუციო სასამართლო სწორი და დემოკრატიული ნაბიჯის გადადგმას.
მართლ პარტიაში ამტკიცებენ, რომ მოქალაქეებისთვის ხმის უფლება არ შეუზღუდავთ. იმ საფუძვლით, რომ ტექნიკურად ემიგრანტების გვარები ამ მომრჩეველთა სიებში ისევ წერია, მაგრამ იმას, რომ ამ უფლების რეალიზაციას წინ თითქმის დაუძლეველი ბარიერები ეღობება, ქართულ ოცნებაში არ იმჩნევენ. იქ, სადაც შეიძლება იყოს ყველაზე მეტი ზეგავლენა, იქ, სადაც რეალურად არ არსებობს რეალობის აღქმა, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ დავსვით საკითხი ძალიან მარტივად. ნებისმიერი პატრიოტი, რომელიც იმყოფება საზღვარგარეთ და ის მან უნდა მისი ხმით შეიტანოს წვლილი თავის ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში, ის ამდენიმე დღით მაინც ან ერთი კვირით უნდა იმყოფებოდეს აქ თავის ქვეყანაში. ხმა ის მიცემა არ ეზგუდებათ, ისინი იქნებიან ჩვეულებრივად დამორჩეველთა სიაში, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე და ჩათვლიან საჭირო მონაწილეობა უნდა მიიღონ არჩევნებში, უნდა ჩაუმზადდეს საქართველოში. მე მგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ გაითვალისწინებს იმას, რომ ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. არაოფიციალური მონაცემებით ემიგრაციაში მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე იმყოფება. მათ მიერ ქვეყანაში გადმორიცხული ფინანსური რესურსი კი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდნენია. ამის მიუხედავად ქართულმა ოცნებამ საკუთარ მოქალაქეებს იმის უფლება წაართვა, რომ ქვეყნის მომავლის გადაწყვეტაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. საია საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს დროულად განიხილოს სარჩელი და ემიგრანტებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება დაუბრუნოს.